როგორ გამოიყენება იდეაში დანაშაულთან საბრძოლველად შექმნილი სისტემა ადამიანების დევნისთვის და რეპრესიების განსახორციელებლად. საქართველოში არსებული ვიდეო სამეთვალყურეო ფიცირება, როგორც საპროცესო ან ოპერატიული მოქმედება შექმნილია დანაშაულთან საბრძოლველად და არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისთვის და რა თქმა უნდა სხვადასხვა ტიპის რეპრესიების განსახორციელებლად. ჩვენს რეალობაში დგას ის სურათი, რომ სახელმწიფო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, შეკრებასა და მანიფესტაციას უთანაბრებს ფაქტობრივად დანაშაულებრივ მოქმედებას, რომელიც მან უნდა გამოიძიოს, რომლის პრევენციაც უნდა გააკეთოს. ის ახდენს ამ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის საშუალებით ადამიანების იდენტიფიცირებას და იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები შეაშინოს, რათა მათ უარი თქვან მანიფესტაციაში მონაწილეობას. თუ შევხედავთ ამ საათობით კამერების ჩანაწერებს, რომლებიც გადაღებული არის მართვადი კამერებით, შევხედავთ, რომ ადამიანები სადაც განან მნიშვნელობა არ აქვს, ისინი სავალ ნაწილზე იმყოფებიან, ბორდილზე იმყოფებიან, მნიშვნელობა არ აქვს ამ გარემოებებს, ყველგან მიმდინარეობს ამ ადამიანების თვალთვალი. ცევა ოპერატორების ამ კამერებს ვინც მართავს არის იმდაგვარი, რომ მიზანი არის, რომ დაიდენტიფიცირდეს ყველა პერსონალურ მონაცემებზე დაცვის სამსახური გულდასმით უნდა სწავლობდეს იმ განცხადებებს, რომლებიც ადამიანებს შეაქვთ, საიდანაც აშკარად იკვეთება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და 112 სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე ამუშავებენ ადამიანის პირადი ცხოვრების და ზოგადად პერსონალურ მონაცემებს, უნდა რეაგირებდეს მათზე შესაბამისი დარღვევის ფარგლებში და უნდა აჯარიმებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელოვნურად არ უნდა იცილებდეს ამგვარ საქმებს იმაზე მითითებით, რომ სასამართლოს კომპეტენციაა ამის შეფასება. ეს არის საკუთარი მანდატის განხორციელებაზე უარის თქმა ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის შემცველ სექტორზე. 112 როგორც წესი იყენებს ეგრეთ წოდებული დაჰუას და ჰაიკვიჟენის კამერებს. ორივე მწარმოებელი არის ჩინური და არის აშშ-ს მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სანქციებში არის შეტანილი ამ კამერების გამოყენებიდან მომდინარე რისკების გამო. კამერების ჩანაწერების შესწავლიდან გამომდინარე იკვეთება არა მხოლოდ ის გარემოება, რომ უთვალთვალებენ ყველგან ბორდილზე დგას, სავალ ნაწილზე დგას, მნიშვნელობა არ აქვს, ასევე დიდი მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობას. სახელმწიფო მთელი თავისი ოპერატიული, ტექნიკური, ვიდეო ანალიტიკური შესაძლებლობები მიმართა არა დანაშაულთან საბრძოლველად, არამედ მანიფესტანტების წინააღმდეგ.